წავიდა? სალომე ადამაშვილი 25 წლის. თათია კურატიშვილი 23 წლის. გიორგი ქობულია 20 წლის. ოპა. ვარ, რთული თემაა სხვათა შორის. თემა იყო შაქრიანი დიაბეტი. უნდა დაგველაგებინა მოცემული პროდუქტები წითელ-ყვითელ და მწვანე ფერის მაგიდებზე. ეს პროდუქტები მეგონა რომ უფრო მარტივი იქნებოდა. მაგრამ აღმოჩნდა ჩემთვის რთული. პირველ რიგში როცა კვებას და საკავშირხებას საქმე და მით უმეტეს კარგი ზაცუდის გარჩევას ეგეთი თემები ძალიან მიყვარს და მომწონს. კარგი შაქრიანი დიაბეტის დროს, ლოგიკურად შაქარი არ უნდა შეიძლებოდეს. ბროკოლი ძალიან რთულია. არ გამისინჯავს და არ ვიცი რა გემოაქვს საერთოდ. ამას რა თქმა უნდა წავიღებ მწვანეს. ყვითელი ან მწვანე. მოდი მწვანე იყოს. არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ მაინც წავიღებ მწვანე მაგიდას. დიაბეტთან მიმართებაში და შაქრიან დიაბეტთან მიმართებაში არ მქონია არასდროს შეხება და უბრალოდ ლოგიკურად გავყევი ჯაჭვს და თუ გარშემო ვინმესგან რამე გამიგია ინფორმაცია, გავიხსენა ის ყველაფერი. წვენი, ნატურალური წვენი, რომელსაც დავდებ ყვითელზე. ცოტას მირთმევა ალბათ შესაძლებელი მაინც იქნება. ალუბლის წვენს დავდებ წითელ მაგიდაზე. ალუბლის წვენი წითელი უფრო. შემდეგი არის ქოქოსი. ყვითელ მაგიდაზე დავდებ, ქოქოსაც დავდებ მაშინ ყვითელზე. ყვითელი, ნეიტრალური. მწვანე ვაშლი მიმაქვს მე მწვანე მაგიდაზე. ვაშლი იქნება მწვანე. ამას მაინც მწვანეზე წავიღებ. ბანანი. შემიძლია მე პირადად ჭამო εν რაოდენობით მოდი წითლისკენ დავდებ. ყვითელზე. ყვითელზე დავდებ. პური წავიღებ ყვითელში. პურს ყველა ვარიანტში წავიღებ წითელ მაგიდაზე. პურიც ალბათ უფრო ყვითელი. წავიღოთ წითელ მაგიდაზე. მარწყვი. დავდოთ ესეც ყვითელზე. მარწყვი იქნება წითლისკენ. მარწყვი არაფერში ცუდი არ არის და ტკბილი კი არის, მაგრამ შეგვიძლია მარწყვი წავიღოთ მწვანე მაგიდაზე. ბრინჯი ალბათ უფრო ნეიტრალური. ყვითელი. მე რადგან თეთრი ბრინჯია, წითელ მაგიდაზე დავდებ. მოდი ბრინჯი იყოს წითელზე. კიტრი იყოს მწვანე აუცილებლად. წყალია, ბოსტნეულია, კარგია, გემრიელია, მწვანე მაგიდაზე გავუშვებ. მოდი იყოს მწვანეზე. რაც შეეხება ავოკადოს. მწვანე მაგიდაზე ვდებ. მოდი იყოს მწვანე ავოკადო. ავოკადო მთელი ბავშვობა მეუბნებიან რომ კარგია და იქაც აღვნიშნე რომ ავოკადო მწვანეში უნდა გაგვეშვა, თუმცა შაქრიანი დიაბეტის ფონზე არ ვიცოდი პროდუქტები სად უნდა წამეყო. მართალია გენეტიკაში მაქვს შაქრიანი დიაბეტი და მეც ვერიდები მას, თუმცა ეს კონკრეტული ფაქტის წინაშე რომ აღმოჩნდი, არ ვიცოდი სად რა უნდა დამეტო. კვერცხს დავდებ მწვანე მაგიდაზე. კვერცხი დავდოთ ყვითელზე. ეს იქნება მწვანე. ფორთოხალი დავდოთ ყვითელზე. ფორთოხალი იყოს ყვითელ მაგიდაზე, იმიტომ რომ დარწმუნებული არ ვარ, რომ რამეში ხელს შეუშლის, მაგრამ არც იმაში ვერ დარწმუნებული, რომ კარგია. ამ თამაშმა ერთი შეხედვით მარტივმა, თუმცა ამავდროულად ძალიან რთულმა, როდესაც ფაქტის წინაშე აღმოჩნდი, ბევრი ემოცია წამოიღო ერთდროულად. ამ გადაცემაში მონაწილეობა პირველ რიგში მინდოდა საკუთარი თავის ზაცოდნის გამოსაცდელად. დავიძაბე, შემეშინდა, თუმცა აი, როდესაც უკვე პროდუქტების დალაგება დავიწყე, მივხვდი, რომ ძალიან სასიამოვნო იყო ამ პროცესით მიღებული სიამოვნება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიონალის შეფასება ჩემს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ძალიან მაინტერესებს ქალბატონი მარი როგორ შეაფასებს ჩვენს მიერ დალაგებულ კვების რაციონს. რადგან მე ძალიან ბევრი პროდუქტის შემადგენლობაში და თუ ისე არ ვიყავი დარწმუნებული, ძალიან მაინტერესებს ახლა ჩემი აზრით რაც დავალაგე, თვითონ ქალბატონი მარი რას იტყვის ამაზე. იმიტომ რომ ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იქნება. ძალიან მიხარია, რომ კვებით შუქნიშანი არ არის მხოლოდ პროფესიონალის ველი, სადაც მე რეკომენდაციებს გიზიარებთ ხოლმე. კვებით შუქნიშანი პრაქტიკულად მოძრაობად იქცა, როდესაც ჩვენ ვამოწმებთ კიდევ საკუთარ თავს ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით და არ ყოფილა ასე მარტივი, როგორც თავად დარწმუნდით, ფერების მიხედვით საჭირო პროდუქტების გადანაწილება. თუმცა დღევანდელი სიუჟეტის მერე მივხვდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის პასუხისმგებლობა, როგორითაც ახალგაზრდები უდგებიან არჩევანს და ეს ნიშანდობლივია ჩვენთვის, თუნდაც იმიტომ, რომ გიო ჩვენი გუნდის წევრი გახდა უკვე. ხოლო რაც შეეხება მათ არჩევანს, მე მინდა გთხოვოთ მიაქციოთ ყურადღება, როგორ იმუშავა თავად შუქნიშანმა და ფერმა მათი არჩევანის შემთხვევაში. მაგალითად, მაშინაც კი, როდესაც მათ არც თუ ისე მოსწონთ, არც უყვართ, არც იციან, ზოგიერთ შემთხვევაში არც კი გაუსინჯათ ბროკოლი, ის
ხდება მწვანე ზონაში, მწვანე პროდუქტი, მწვანე ზონაში. ისევე როგორც კიტრი, ისევე როგორც ავოკადო, ამ შემთხვევაში ავოკადოს მიმართაც დიდი კეთილგანწყობა არ იგრძნობოდა. წარმოიდგინეთ, როგორი წინდახედული იყო მათი გადაწყვეტილება ბრინჯის და პურის მიმართ. მათ არ იცოდნენ არაფერი, არც პურის ერთეულების, არც გლიკემიური ინდექსის შესახებ, მაგრამ სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინეს და ყვითელ და წითელ ზონაში გადაანაწილეს ეს პროდუქტები. სხვათა შორის ფერის მიხედვით არჩევანზე მიმანიშნა პირადად მე ალუბლის წვენთან დაკავშირებულმა გადაწყვეტილებამ, რომელიც ძირითადად წითელ ან ყვითელ ზონაში მოხდა. ან ციტრუსების მიმართ არჩევანი ასევე ყვითელ ზონას დაუკავშირდა და მე ვარაუდობ, რომ აქ ფერმა თავისი გავლენა იქონია, თუნდაც იმიტომ, რომ ციტრუსი ძალიან ადვილად შეეძლოთ მოეთავსებინათ, მაგალითად, მწვანე ზონაში. მაგრამ ყველაზე ნაკლებად ჩემი აზრით გაუმართლა მარწყს, იმიტომ რომ მხოლოდ ერთხელ მოხდა ის მწვანე ზონაში, მიუხედავად იმისა, რომ კენკროვანია და კენკროვანები შაქრიანი დიაბეტის დროს დაბალი გლიკემიური ინდექსით გამორჩეული პროდუქტებია და განსხვავებით მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე ტკბილი ხილისგან მათი გამოყენება უფრო თამამად შეგვიძლია. ასეა თუ ისე ეს სიუჟეტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ნიშანდობლივი და გასათვალისწინებელი, რადგან მონდომება, რომლითაც გამოირჩეოდნენ ამ სიუჟეტის გმირები, ადასტურებს იმას, რომ ჩვენი კობით შუქნიშანი მუშაობს და კიდევ უფრო მეტად გვაფიქრებს იმაზე, რომ კობით შუქნიშანს შეუძლია არა მარტო ერთი გადაცემის შიგნით, არამედ მთელ საზოგადოებაში შეცვალოს განწყობა, ამინდი და მოძრაობის წესები კვების დროს.